რუსი ტურისტები აბანოს მინერალურ ტბაში, რომელიც ბუნების ძეგლია, ამ გრძელავი ნიშნების მიუხედავად ბანაობენ. ვიდეოში, რომელსაც თავად ავრცელებენ, ჩანს, რომ ისინი წყალში განზრახ ჩადიან. ტერიტორია დაცულ ბუნებრივ ობიექტს წარმოადგენს, ადგილზე განთავსებული საინფორმაციო ნიშნები ტბაში ჩასვლასა და ბანაობას კრძალავს. ვიდეოდან ირკვევა, რომ ტურისტებმა ამის შესახებ იციან. ეს ვის შეაჩერებს, აქ როგორ არ უნდა იბანაო, ამბობენ ისინი. ზესტაფონი ქუთაისის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი ბიჭი კლინიკაში ხელის ამპუტირებით შეიყვანეს. ამის შესახებ ექიმმა განაცხადა. მედიკოსის განმარტებით ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ახალგაზრდა ახლა რეანიმაციაში იმყოფება. გავრცელებული ცნობებით დაშავებულები ტურისტები არიან. 14 მათგანიდან 5 სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება. კაცს, რომელმაც კახეთში მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა, კვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ბრალდებული პავლე ლაგაზიძეა მან მამას ბლაგვის საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა. მას 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრება. Wildberries-მა პლატფორმიდან განყოფილება ყველაფერი სამხედრო ოპერაციისთვის წაშალა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინულმა დრონებმა კომპანიის ლოგისტიკურ ჰაბებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში იერიშები მიიტანეს.